დროს და ერთი ვართ ჩვენ და შევიქმნით 2 წელია. ვფიქრობთ, რომ არის ძალიან კარგი პროექტია თვითონ ჯგუფი დროს და ერთის ჩამოყალიბების დღიდანვე და მართლაც ყავს მსმენელი. უბრალოდ ცოტა, მაგრამ ვინც გვისმენს, ასე ვთქვათ, ძალიან მოწონს ჩვენი მუსიკა. პრობლემატიკა იმის, რომ დაუშვათ ქართული შოუ ბიზნესი და ქართული ესტრადა არის სადღაც იმის დაბლა. არის მიზეზი არის ამის, რომ იქნება არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ სამწუხაროდ იქნება ძალიან ბევრი უგემოვნო სიმღერა და ძალიან დიდი დოზით მიეწოდება ხალხს და ამ უგემოვნო სიმღერების შექმნა მიწოდებამ გამოიწვია ის, რომ ხალხს დაუქვეითდა გემოვნება. ხშირად მესმის ახლა მეც და ბიჭებსაც გვაქვს შეხება მუსიკოსებთან და გვესმის, რომ აი შოუ ბიზნესი არ არის, შოუ ბიზნესი მკვდარია. რა ვიცი, მე არ ვეთანხმები, იმიტომ რომ შოუ ბიზნესი არც იქნება თუ არ გააკეთებ, თუ არ იმუშავებ, თუ არ ჩაწერ სიმღერას, თუ არ დაწერ სიმღერას. ამაში ხომ უნდა შეგიწყოს. თუ არ იმუშავებ, რა თქმა უნდა შეგიწყოს ვიღაცამ ხელი აუცილებლად. და უპირველეს ყოვლის კიდე უნდა გაითვალისწინოს ჩემი აზრით ყველამ და გააკეთოს ის რაც უნდათ და არა ის რაც იყიდება. და ამ შემთხვევაში ეშველება ჩემი აზრით ქართულ შოუ ბიზნესად წოდებულ რაღაცა არსებულ კლანს თუ რასაც სამომავლო გეგმები არის ჯერ ჩვენი თავის მუსიკალურად გაზრდა. იმ დონემდე მიყვანა მაინც რომ გვერქვას მაგარი მუსიკოსები რა. ვიდა რომ ბორის პაიჩაძის სახელობის სერიოზულად სახელობის სტადიონი კვირაში ერთხელ შაბათ დღეს ან პარასკევ დღეს როცა ისვენებენ ადამიანები ხდებოდეს ძალიან მაგარი რაღაცა. ხდებოდეს ალტერნატიული მუსიკის როკის, პოპის, ყველანაირი ჟანრის ზეიმი ხდებოდეს. აი, სასწაული ხდებოდეს. აი ეს არის ჩემი ოცნება, ამაზე მიოცნებია და ამაზე ვოცნებობ დღემდე და მე მჯერა რომ ქართველები ამას შეუძლებთ. რაც შეეხება პროექტს, ძალიან კარგი პროექტია, აძლევს ადამიანებს შანსს რომ გამოჩნდნენ, გამოიტანონ თავიანთი პროდუქტი და რაც მთავარია განსხვავებული ქართული ბაზრისგან და ჩემი აზრით ბევრად ხარისხიანი ვიდრე ტრიალებს აქა თუ იქ. დაგვიმესიჯეთ.